ამ მნიშვნელოვან მომენტში რომ გინდა რომ შენ ხალხთან ერთად იყო და ყველა ემიგრანტის ტკივილი ეგ არის და არ ვიცი რამდენიმე ჩემ მეგობარი წერდა რომ ეხლა ველოდები კრედიტს დამტკიცებენ თუ არა რომ ჩამოვფრინდე ამერიკიდან თქვა თან ბერლინიდან ან ასე შემდეგ იმიტომ რომ საერთოდ იქაც რო ხარ რომ ესე მიყარო ყველაფერი და ჩამოხვიდე არ გამოდის ხოლმე და აი ძალიან ბევრი ადამიანი ჩამოდის და უერთდება ამ პროტესტს სახეობები გაიფიცეთ, ხო? და რამდენიმე დღეა უკვე რაღაც მთელი ქალაქის მასშტაბით ძალიან აქტიურად დადიხართ, აპროტესტებთ, ეხლამდე რომ მიმდინარე ამბებს და ანუ მაგაზე რომ მომიყვე, როგორ დაიწყო ყველაფერი, რა იყო ის რაღაცა მთავარი გადამწყვეტი, რის მერეც გადაწყვეტეთ, რომ აი მოდი გავიფიცებით ახლა რა. ეს სახეობების ერთობა ზოგადად მგონია რომ დიდი ხნის წინ დაიწყო, იმიტომ რომ ესე ვთქვათ, ეს პირველი რეპრესიები ჩვენ შეგვეთყო კულტურის სექტორს, თეატრ-ოკეანის სახით, ცენზურის სახით, არ ვიცი, შერჩევითი სამართლის სახით, პირველი რაღაცნაირად ეს ამ ტალღამ კულტურაზე გადაიარა და ცოტა გამომუშავებული ქონდა უკვე ეს იმუნიტეტი ჩემი აზრით. და ძალიან რთულად იყო საქმე სახელმწიფო თეატრებში. და გულწრფელად რაღაცნაირად გახარებული და გაკურვებული ვარ, რომ ისინი ჩაერთნენ ამ პროცესში და მოხსნეს სპექტაკლები და რაღაცნაირად ძალიან ერთიანი არის ქართული თეატრი, რაც დიდი ხანია არ ყოფილა და თითქოს მართლა ხალხის ხმა ისმის და ხალხის მხარეს დგას და სიმართლის მხარეს დგას, რაც ძალიან მნიშვნელოვანი მგონია და რაღაცნაირად მგონია, რომ აი ეს ნაპერწკალი გაფიცვის შეიძლება იყოს გადამდები და რაღაცნაირად სხვა ადამიანებიც ჩაერთონ ამაში. სტუდენტები გაიფიცნენ ძალიან მასიურად და რაღაცა თესეულთან რაც ხდებოდა მეგობრებთან და მანდედან გამომდინარე სულ იყო მაგაზე ლაპარაკი, გაფიცვა, სხვადასხვა ადამიანებიც კიდე სხვადასხვა სფეროების წარმომადგენლებს შეუერთდნენ და იდეაში ანუ სტუდენტების შემდეგ უკვე თქვენ იყავით, რომლებმაც გამოიჩინეთ ეს ინიციატივა და რას ფიქრობთ აი სხვა სფეროების ჩართულობაზე ამ პროცესში და როგორ შეიძლება რომ იყვნენ ჩართულები და რა ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას რა მაგალითად თუნდაც არ ვიცი სპორტის მიმართულებით აი სხვადასხვა საჯარო სექტორის წარმომადგენლების მიმართულებით გონიათ თუ არა რომ ისინიც შემოგიერთდებიან და ესე გაიფიცებიან მაგალითად მე მგონია რომ ანუ ხანგრძლივი პროცესი არის და ზოგადადაც ესე მარტივად არ ხდება გაფიცვა არც სახელმწიფოში და ჩვენ არ გვაქვს ამის კულტურა და არ ვიცით როგორ დავიცვათ საკუთარი თავი და როგორ დავრჩეთ გაფიცვის დროს კანონის ჩარჩოებში და იგივე მაგალითად გილდია აქტიურად არის ჩართული ამაში რომ ჩვენი ცნობიერება ამ მიმართულებითაც ამაღლდეს და მგონია რომ ესეც რაღაცნაირი პროცესი არის და ძალიან გადამდებია და ხშირად არის ხოლმე რაღაც მგონია რომ აქვთ ეს შიში რომ ჩაერთვებიან გავიფიცებით და მე რაღაც ძალიან პოზიტიურად ვარ განწყობილი რაღაც მაგ წერტილამდე მივალთ რომ სადღაც უბრალოდ შეუძლებელი გახდება იგივე რაღაცნაირად სამსახურში სიარულიც კი და ყველა აქტიურად იქნება ამაში ჩართული და მთავარია რომ ჩვენ რაღაცნაირად ზურგი გავმაგროთ ამ ადამიანებს და ვიცოდეთ ზუსტად რას ვაკეთებთ იმიტომ რომ არ არის გაფიცვა რომ უბრალოდ თქვი რომ აი გავიფიცე და აღარ მივდივარ სამსახურში ან აღარ თამაშობ სპექტაკლს. კი, ზუსტად იმიტომ რომ თქვენ გაიფიცეთ, მაგრამ ან ყოველ დღე ქუჩაში ხართ, აპროტესტებთ, დღის განმავლობაშიც რამეც და ზუსტად ეგ არის მე მგონი გაფიცვის რაღაცა მთავარი არცი რომ გავიფიცე და ამ ჩემ დროს ვუთმობ აი ამ პროცესს და აქ ვარ თავიდან ბოლომდე ჩართული. მე მგონი ეგ უნდა და ასევე რაღაცნაირად პროტესტის ფორმაც არის, რომ არ ვაკეთებ ჩემს საქმეს და ანუ ამ პროცესებს ვაჩერებ, იმიტომ რომ ეხლა არაფერი ამაზე მნიშვნელოვანი არ არის. თორე შეიძლება ვთქვათ ყველაფერი შეათავსო და რაღაცნაირად ერთმანეთთან ფიქრობდით მაგაზეს, რომ გაგვეკეთებინა ჯგუფები, შევგვეცვალა ერთმანეთი, რომ აქციაზე რაღაც რაოდენობის ხალხი სულ ყოფილიყავით, მაგრამ უბრალოდ არ არსებობს ამაზე მნიშვნელოვანი არაფერი და უნდა გაჩერდეს ყველა საქმე, რასაც დღეს ვაკეთებთ და ფიზიკურადაც კი რაღაცნაირად თავზე ემოციურადაც ყველა აქ ვარს წვენით და ემოციით მეც მაგალითად არ ვიყავი საერთოდ საქართველოში და ძალიან ბევრი ჩემი მეგობარი
აი მართლა ძალიან ბევრი ჩემი მეგობარი ჩამოვიდა. ისაც მინდოდა სპექტაკლის გამო ჩამოსვლა, იმიტომ რომ ამ ახალი ანტი-LGBT კანონით აკრძალული იყო ჩვენი სპექტაკლის თამაში და რაღაცნაირად არ გვინდა რომ ამ რაღაც არალეგიტიმურ მთავრობას და ამ არალეგიტიმურ კანონს დავემორჩილოთ და ვაპირებდით ამის თამაშს, მაგრამ უბრალოდ ახლა გაფიცულები ვართ. როგორც ის არა? ხო, ძალიან წვიმს. ისე მოულოდნელად გაცხო. ნახე, ხო განცხადება 500 ლარი გვაქვს ჯამში გადასახდელი. 250 ლარი გამოდის თითოზე, პლუს კომუნალურები, 300 ლარამდე ჯამში რა. მოიწყა? მე არ ვიცი, რაც ქიშთან ერთად ცხოვრობ, ტიტველი დადის სახში. მე დარწმუნებული ვარ, რომ ანუ აქამდე რა აქციებიც იყო ზოგადად ქვეყანაში სხვადასხვა წლებში დავუშვათ. იქაც იყავით ამ შემოხატვებს და აქედან გამომდინარე, ჩემთვისაც პირადად ეხლანდელ აი ამ აქციებს ამ პროცესებს ზოგადად რომ ვაკვირდები, თუნდაც აი კობახიძის განცხადების შემდეგ, რომ უბრალოდ ანუ ხალხი ადგა და გამოვიდა გარეთ, ყველანაირი მოწოდების გარეშე, იმიტომ რომ იყო იქამდე წესის მოწოდებები, რამდენიმე დღე ადრე და იყო რაღაცა ცდილობები არჩევნების გაყალბების შემდეგ განსაკუთრებით, მაგრამ ეს უკვე რაღაცა სხვა იდენტობას შეეხო და რაღაცა მეს შეეხო რა, ესე მგონია და მაგიტომაც გაბრაზდა ხალხი ესე ძაანდა და მაგაზე რაც ვფიქრობთ, ანუ როგორ განსხვავდება და განსხვავდება თუ არა სხვა აქამდე არსებული აქციებისგან ეს და თუნდაც აი მაგალითად ის რომ არ არის სცენა და არ არის ორგანიზატორი და რომ მოდიხარ აი აქედან რომ მოდიხარ რაღაცა ქვის მარტო რა და მგონია რომ მაგითიც არის ძალიან განსხვავებული არის და თქვენ როგორ გონიათ ანუ ეს ატმოსფერო აი როგორი არის ძალიან თვითორგანიზებულები გავხდით და დღეს ძალიან ნათელია ის რომ ჩვენ შეგვიძლია თანაცხოვრება ჩვენი რელიგიის, სქესის, არ ვიცი, ორიენტაციის, ყველაფრის განსხვავებული შეხედულებების მიუხედავად, ანუ შეგვიძლია ერთად ყოფნა და ერთი იდეის გარშემო გაერთიანება და ეხლა რომ ამდენი ადამიანი ესე ერთად ვდგავართ და ამდენი პროვოკაციის მიუხედავად მაინც ესე ვუფრთხილდებით ერთმანეთს და ესე ვითვალისწინებთ ყველაფერში და აი რამხელა სიყვარული არის ამ ყველაფერში, არ ვიცი, რაღაცა მარტო ცარიელი სიტყვები არ არის, რა ყოველდღურად შეგიძლია რომ ეს გამოცხადო და შენ თვალწინ იბადებიან გმირები, რომ ხედავ, რომ შიშველი ხელებით აჩერებენ ვიღაც იარაღიან კრიმინალებს და მაგიტომ ძალიან იმედიანად ვარ, ჩვენც გამოვცადეთ, რომ ის რისთვისაც ვიბრძვით, ანუ მართლა ღირს ბრძოლად და მართლა ღირს თავგანწირვადაც და არც რამოდენიმე წლის წინ შეიძლება მეფიქრა, რომ გაქცევა მარტივია. ხო. და ეხლა ვიცი, ანუ როგორი საქართველოსთვის და როგორ ხალხთან ერთად და როგორი საქართველოსთვის მიღირს თქვათ ჩემი, არც თუნდაც თავგანწირვა რა და თავს წირავენ ხო ის ადამიანები, ვინც თქვათ პირველ ხაზში დგას, ან ვინც ეხლა საკანში არის, რამდენი ჩვენი კოლეგა, მაგრამ რაღაც როგორ თქვა, რაღაც მინინგი ამ ყველაფერს აქვს. ერთი ადამიანის Facebook სტატუსი წავკითხე, რომ უბრალოდ გამორჩეთ ტელევიზორები და გამოდით გარეთ და ერთხელ გაიარეთ რუსთაველზე და ნახეთ რა ხდება და იგრძნობთ ამ მუხს და ამ ადამიანების სიმართლეს, იმიტომ რომ დღეს ყველანაირად ჩვენი ხელისუფლება ცდილობს, რომ რაღაცნაირად დამალოს ეს სიმართლე, არ ვიცი, ხან გვაბრალებს, რომ ქრისტე დავწვით, ხან გვაბრალებს, რომ ნაძვის ხე დავწვით, რომელსაც ხედავთ, რომ მთელია. ეგ მაძლიერებს და ერთადერთი გამოსავალი მაგაში მგონია რომ აი ჩვენი ერთობა, იმიტომ რომ არავინ არ ყავს, სასამართლო არ გვაქვს, პოლიცია არ ყავს მარტო ერთმანეთი და მიხარია რომ ეხლა სვამობ არ არის უბრალოდ რაღაც სადღეგრძელო და რაღაცა ლამაზი სიტყვები და რაღაცა იდეა.
მახსოვს რომ უბრალოდ კახა კინწურაშვილს გაახსენდა რაღაცა აი მაგ უსამართლობის მომენტში რომ მართლა ყველგან პოლიცია და არცად სამართალი და მე რაღაცნაირად ეს თავისთავად სანისი ავთენტურად ანუ არავინ არ დავჭდარა და მოვფიქრებია რომ მოდი ეს იყოს ჩვენი რაღაცა ფაქტია რომ ეხმიანება მაგრამ ხო ძალიან და მართლა რაღაც გულიდან ამოსული იყო ეგ ევროპული რაღაც ფასეულობები, მემარცხენე მემარჯვენე პოლიტიკა რაღაცებზე კიდე დავავდით და შეიძლება და ამაზე დავა და ვიღაცა შეიძლება და სხვა შეხედულება ქონოდა, განსხვავებული აზრი ქონოდა, მაგრამ დღეს ვეღარ წარმომიდგენია, რომ შეიძლება არსებობდეს რაღაც სხვა მხარე და განსხვავებული აზრი იმასთან, რომ არ ვიცი, ეს ეძალადობს პოლიცია პირველ რიგში თავის მოქალაქეებზე და ყველაზე უფრო მტკივნეული ჩემთვის რაც არის, რომ შეიძლება გკლავდნენ, გცემდნენ და არ გქონდა შენი საკუთარი პოლიციის იმედი. აი ამაზე საშინელი განცდა, არ ვიცი რა შეიძლება იყოს და ის რომ თქვა დღეს ნიჰილიზმში არ ვარდებით და ეს უსუსურობის განცდა არ გვაქვს, მხოლოდ იმის დამსახურება მგონია, რომ გვაქვს ერთმანეთის იმედი, რომ რაღაცნაირად ერთმანეთს გავიტანთ და დავიცავთ, თორე წარმოიდგინეთ, რომ რაღაც ხდება და პოლიციაში ვერ ეკავ, პოლიცია გიყურებს, ხო, ხედავთ, რომ ჟურნალისტებს თავს დაესხნენ და პოლიცია დგას და არაფერს არ აკეთებს, აი არ ვიცი, მიუხედავად იმისა, რომ რაღაცნაირად სულ მქონდა იმის შიში, რომ ვაიმე აქამდე არ მივიდეთ, ძალიან ბევრი წლის განმავლობაში მაინც ბოლომდე არ მჯეროდა, რომ ეს შეიძლებოდა, რომ ჩვენ ქვეყანაში მაინც მომხდარიყო და დღემდე ცოტა წარმოუდგენელი არის ხოლმე, რომ აი ადამიანი, რომელიც ყოველდღე ჩვენ გვერდით იდგა აქციებზე და ზუსტად იცი რაზე არის წამსვლელი ან რა გაუკეთებია, შეიძლება ემუქრებოდეს დღეს 6 წლიანი პატიმრობა. აი მაგაზეც რომ მოგიყვათ უფრო უწყლად, ანუ როგორ გესახებათ მაგ მოვლენების განვითარება, ანუ ამ შემთხვევაში თუ დაუშვათ არ ვიცი, ну, რა თქმა უნდა აქციები გაგრძელდება ისედაც და ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა არის ზუსტად ის, რომ დაკავებულები და გათავისუფლდნენ აუცილებლად, მაგრამ ну აქ რაღაც წერილს ვამბობდი, რომ ძალიან მძიმე შემთხვევასთან გვაქვს საქმე, იმიტომ რომ დაუშვათ 53 ადამიანი არის ადმინისტრაციული წესით დაკავებული, 30-მდე სისხლით და ну ესეთი რაღაც არ ვიცი აქამდე ყოფილა, მოდესმე მართლა და თქვენ მეგობარზე ზუსტად ანუ ესეც იყო რაღაც მგონია რომ ერთ-ერთი ესეთი მაპროვოცირებელი რის გამოც გადაწყვეტეთ რომ უფრო ესე აქტიურად კიდე მეტად ანუ პირადად როცა შეგეხოთ რა და ისედაც ძალიან რთული სიტუაცია ამ ქონდა. თქვენ მეგობარზე რომ მოგყვეთ ამ დროზე როგორი მოქმედა ამ პოლონურმა თუნდაც თქვენზე თუნდაც ზოგადად სამხედროებზე და კულტურის სფეროზე. იმიტომ რომ იყო აქაც აქციები, შეკრებები, მოთხოვნით ის გათავისუფლების რამდენიმე დღის წინ. დავაკონკრეტებ, რომ თქვა ჩვენ თუ ვამბობთ ამ დროს არის ხოლმე კრებითი სახე, ყველა იმ ადამიანის, ვინც დღეს ამ რეჟიმის მსხვერპლია. და თქვა არ არის ჩვენი პროტესტი, მხოლოდ რაღაც ამ დროსთვის განკუთვნილი, მაგრამ ერთხელ ჩემმა მეგობარმა მითხრა ესეთი რაღაც, ჩემმა ტრანსგენდერმა მეგობარმა მითხრა ესეთი რაღაც, რომ ეს მუშტიო, რომელიც დღეს მე მხდებაო, მოვადრო და ყველას მოხდებაო და ყველა იგემებს აი ამ ძალადობის რაღაცა შემზარავ საშინელებასო და აი ძალიან ბევრი წელია რაღაცნაირად სულ დამყვება ხოლმე მართლა სიბრძნესავით, იმიტომ რომ იგივე გაზაფხულის აქციები რო ავიღოთ რაღაც რამოდენიმე ადამიანი დააკავეს, გამოვედით, ვიყვირეთ, რომ ვაიმე და როგორ შეიძლება და რაღაცა მართლა სრულიად აბსურდული მიზეზით ხო, რომ რაღაცნაირ რკინის ჯეფირი დააზიანეს და 7 წლით პატიმრობას უშჯიან, ან მანამდე მერე კიდე რაღაც ჭავჭავაძეზე ჯოხი აიქნია ადამიანმა, რომ თავი დაეცვა და 7 წლიანი პატიმრობას უშჯიან. და ნელ-ნელა ეს ამ ადამიანების რიცხვი ხო იზრდება და თან ჩვენთან უფრო და უფრო ახლოს მოდის, არ ვიცი, ვიღაცა ვინც თქვა შენი ქალაქიდან იყო, მერე რაღაცა შენი სამეგობროდან არის, მერე შენი ოჯახიდან არის და ეგ უბედურება, ანუ ყველას მიწვდება. ვიღაც ვინც დღეს თქვა გონია, რომ სხვა მხარეს არის და ამით დაცულია, ესეც საქართველოში ცხოვრებით, არც მისი შვილები და არც თვითონ ვერ იქნებიან დაცულები და სულ მაქვს ხოლმე რომ სიმართლე რო გითხრათ აი ვიღაცები ხო არიან რომ ამბობენ რომ არ მეშინია და ძალიან მეშინია აი მართლა გულწრფელად ძალიან მეშინია და მე სულ იმას ვუპირისპირებ რომ აი ესეთ
ქვეყანაში და ესეთ უსამართლობაში და ესეთ განუკითხაობაში სხვა ვერაფერს ვერ დავარქმევ ცხოვრების უფრო მეტად მეშინია და აი ამ ქვეყნის ესეთ დღეში დატოვების უფრო მეშინია ვიდრე თუნდაც არ ვიცი იმ რაღაც ძალადობრივი მეთოდების რასაც ჩვენ წინააღმდეგ იყენებენ იმიტომ რომ ბევრი დავისჯებით ალბათ და ძალიან მწარედ დაგვრჩიან და არ იქნება ეს რაღაც არ მგონია რომ იყოს ხანმოკლე პროცესი მაგრამ რაღაცისთვის იქნება და რაღაცას შევცვლით ამით და თუ დღეს ჩვენ თქვათ ჩვენ სადავეებს რომელიც მგონია რომ ჩვენ ხელში არის დავთმობთ ძალიან ბევრი წლით შეიძლება რომ დაუკარგოთ ეს ქვეყანა და თუნდაც ის რომ არ ვიცი რაღაცებში სხვანაირად უკვე ვაზროვნებთ სხვა ფასეულობები გვაქვს სხვანაირად ვითვალისწინებთ ერთმანეთს რაღაც საკითხები იდგა ხო ჩვენ ქვეყანაში რაც დღეს უკვე ვეღარ დგას იმიტომ რომ მართლა გადარჩენისთვის ვიბრძვით და ეგ ყველაფერიც წყალში ჩაიყრება და მართლა რაღაცა სადღეგრძელოების და უშტომაგარი და რაღაცა კაცების ქვეყანად დავრჩებით როგორც ხედავენ ალბათ ჩვენი როგორც ხედავს ჩვენი მეზობელი მტერი ქვეყანა და ძალიან მენანება აი ამდენი ადამიანის შრომა და ამდენი არ ვიცი და პასუხისმგებლობასაც ვგრძნობ რომ ის ადამიანები ვინც დღეს ციხეში არიან მე თუ შემეშინდება ესე იგი იკვტოვებთ და მარტო მე მინდა კარგად ვიყო და მშვიდად ვიყო და თქვა ჩემი ოჯახი იყოს მშვიდად ყველაზე მეტად ეს მომწონს რომ ძალიან ბევრ ქალაქში ძალიან ბევრ სოფელში ხდება და ბევრი კერა არსებობს რა ანუ მარტო რუსთაველზე არ წყდება დღეს ჩვენი ბედი და ვისაც სადაც შეუძლია იგივე ადამიანებს ემიგრაციაში თუ სხვადასხვა ქალაქებში თუ სამსახურში თუ შენ მეზობელთან თუ არ ვიცი ტაქსით მგზავრობის დროს ავტობუსით მგზავრობის დროს რომ რაღაცნაირად ჩვენი ხმა მივაწვდინოთ და ადამიანებს რომლებიც დღეს გვეუბნებიან რომ ისე ვერ ხედავენ და ჩვენი არ ესმით რა ვქნათ საართულია მაგრამ აი დღესაც უნდა ვეცადოთ რომ გავაგებინოთ რომ მეტი პასუხისმგებლობა გვაქვს რა ვიდრე იმედის მაყურებელს სახელმწიფო თეატრების როლზე რას ვფიქრობ ზოგადად ამ პროცესში როცა არ ვიცი თუნდაც ვნახეთ რომ აქციების დარღვევის დროს რაღაცა სახურავიდან როგორ ესწროდნენ ხალხს გაზ და მე უკვე განცხადება რომ დაუშვათ რუსთაველის თეატრი არის აპოლიტიკური და ამ ყველაფერში არ იყოს მონაწილეობის როგორ გონია არის აპოლიტიკური და უნდა იყოს რა აპოლიტიკური და რა როლი აქვს საერთოდ მთელ ამ პროცესში რობერტ სტუროა ჩემი აზრით გამოირჩეოდა არაჩვეულებრივი პოლიტიკური სპექტაკლებით და ყველა მისი სპექტაკლი იყო ძალიან ესეთი ძალიან მწვავე და ძალიან მწვავე საკითხებს ეხებოდა ყოველთვის და ყოველთვის ძალიან პოლიტიკური იყო და ну ხო ტყუის როცა ამას ამბობს და იმ მომენტში რაღაცნაირად ესე დაჭირდა რომ ეს განცხადება გაეკეთებინა იმიტომ რომ ვინ და აი რობერტ სტურო არ უნდა ამბობდეს რომ თეატრში პოლიტიკის ადგილი არ არის და თუ მის ბიოგრაფიას გადავხედავთ მისი სპექტაკლების უმრავლესობა არის ძალიან პოლიტიკური და ამას რა თავი დავანებოთ გოგა ხაინდრავასთვის და ქართული ოცნების ვიღაც წარმომადგენლებისთვის იყო ხოლმე ძალიან ღია რუსთაველის თეატრის კარი და მაშინ რატო იყო თეატრი პოლიტიკური და ხო რაღაცა უსუსური მცდელობა იყო თავის გამართლების ჩემი აზრით რომ უბრალოდ თავისი სექტორის წარმომადგენლებს თავის კოლეგებს არ შეხვედროდა იმიტომ რომ ეს განცხადება გააკეთა მაშინ როცა მისი კოლეგები ითხოვდნენ უბრალოდ შეხვედრას და დალაპარაკებას და როცა ჩვენ მოვედით იმიტომ რომ გითხეს რომ მეორე დღეს მოდით და როცა ჩვენ მოვედით დაგვახვედრეს პოლიცია და ეს ისეთი არ ვიცი აი მართლა კომიკურია იმიტომ რომ იქ არიან ადამიანები ვისთან ერთადაც მე ვმუშაობ და მეძვირფასება და ბევრი ხო ვიც გარეთ ვიდექით და ვითხოვდით შეხვედრას და აი თითქოს რაღაცის დასაშავებლად მივედით ან ვინმეს რამეს დაუშავებდით რა საჭირო იყო პოლიცია მე იგივე იყო თეატრალური უნივერსიტეტში 4 წელი მაქვს იქ გატარებული და ჩემი პედაგოგები იქ არიან და რა ვიცი სტუდენტები რომლებთანაც უკვე რაღაც თანამშრომლობა გქონია და გახვედრებენ პოლიციას რომ ვერ შეხვიდეს საკუთარ უნივერსიტეტში ძალიან უცნაურია და
ოღონდ შიგნიდან მე იგივე ეს არ ვიცი რექტორი იქნება თუ ლექტორი თუ სტუდენტი ამ ყველაფერს რო არ ეწინააღმდეგება და რაღაცნაირად პროტესტი არ უჩნდება ამის რომ რაში გვჭირდება შუაში პოლიცია მე და შენ აი ეს უკვე ძალიან მაკვირვებს ხოლმე და ეს მცდელობა იყო მარჯანიშვილის თეატრშიც მე უბრალოდ რა ვიცი გაგვიღეს კარი შევედით და ნათელი იყო ხო რომ რაღაცა ხეცები არ ვართ და არავის ეჭხუბს არავინ არ აპირებდა და შედგა ეს დიალოგი თან რას გვაჩვენებენ ამით რომ აი ძალის ემოცია ყველგან პოლიცია და ასად სამართალი მართლა ესეა აი სამომავლოდ ვხედავთ რომ გრძელდება ეს აქციები და მართლა ვიცით რომ რაღაცა აბსტრაქტული არის რა ეს ყველაფერი კონკრეტიკა არ აქვს ამ ყველაფერს და ხვალ მართლა არ ვიცით რა მოხდება და როგორ მოხდება და იგივე არალეგიტიმური ხელისუფლების მხრიდან და იგივე პროტესტანტების მხრიდან იმიტომ რომ რაღაცა არაპროგნოზირებადი არის მთელი ეს პროცესი და ჩვენ იმედი გვაქვს ყოველ შემთხვევაში რომ რაღაცა ყველაფერი უკეთესობისკენ წავა რა მაგრამ შენ როგორ გონია როგორ ხედავ მოკლედ აი ამ სამომავლო პროცესებს და რა როგორ შეიძლება რომ განვითარდეს ჩემი მხრიდან ნებისმიერი პროგნოზის გაკეთება მგონია რომ ძალიან არასერიოზული იქნება ერთადერთი რაც ზუსტად ვიცი არის რომ სხვა გზა არ მაქვს ანუ სხვა გზა არ მაქვს უკან დასახევი გზა არ არსებობს ან როდის არსებობდა არ ვიცი, მაგრამ ერთად დგომით ცოტა მეცინება ხოლმე მართლა სადღე გრძელოს გავს, მაგრამ იქნება ეგეც უნდა დავიბრუნოთ თქო რა, აი რაღაც სულ გამოცვლილი რაღაცეები, რასაც ძალიან დიდი ძალა თურმე ქონია, რომ რაღაც ადღე გრძელო იგივე შენი ქვეყანასა და გავაფრინე უკვე ამ მიმართულებითაც, მაგრამ ანუ მართლა ძალიან გულწრფელი არის რა ეგ ყველაფერი და მგონია რომ ყველა მაგველში ვართ რომ აი ერთმანეთის გარდა არაფერი არ გაგვაჩნია და ეს ერთმანეთის ძალას რო გძნობ კიდე რაღაც სხვას გაძლევს და სულ მეგონა შიში ყველაზე ესეთი მძაფრი შეგრძნება და ყველაფერს რო გადაწონის და თურმე ყოფილა ბრაზი და ყველა ისეთი გაბრაზებულები ვართ და ისეთი ერთიანები ვართ რომ შეიძლება რომ მე დავიღალო, შენ გააგრძელებ, მე ისევ შემოგიერთდები, თქვათ, ანუ არ სწორხაზოვნად ვერ ხედავ ამ პროცესს, რომ აი არ ვიცი, იგივე შეიძლება გზადაგზა ნიჰილიზმი შემოგვეპაროს და მე ისევ თავიდან რაღაც იმედი გაჩნდეს, მაგრამ ხო, უბრალოდ სხვა გზა არ არის, უნდა ვაკეთოთ ეს და ვიყოთ ამის წინააღმდეგ და ცოტა გარდაუაიც მგონია უკვე შეუქცევადი მგონია ეს პროცესი, აი როგორ შეიძლება რომ ვინმე რაღაცა შეეგუოს.